გავრცელა არაერთი შეფასება უკვე მოყვა ამას, რას ყვება თავად ის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ბრიუსელის ბიუროს ეს კადრები მიაწოდა, ვლადიმერ ბედუკიძე, რომელიც მერვე საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი, ამბობს, რომ პატიმართა წამება ციხეში სასჯელ ახსულების ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩუ ახალაიას უშუალო მითითებით ხდებოდა. მაქვს მტკიცებულება, სადაც ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, სასჯელ ახსულების დეპარტამენტის მესვეურები ახორციელებენ ზეწოლას და ცემას წამებას პატიმრებს. მერვე საპყრობილეზეა საუბარი. მერვე საპყრობილეზე, რა თქმა უნდა. საპყრობილის დირექტორებზე, თანამშრომლებზე, დეპარტამენტის მოადგილეზე, თავმჯდომარის და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებზე. Შეიძლება გითხრათ, რა ტიპის წამებასთან გვაქვს საქმე? დაუპატიურობის ცდილობა, ჯგუფური ცემა, მსჯავრდებულების, ეგრეთ წოდებული კარანტინში დაშლისას განაწილება. ეს რაც ინფორმაციას გავცემდა, ეს არის ყველაფერი ხალხი დაგმული სპექტაკლი. ეს არ დაიჯეროთ მოსახლეობამ, აი ორი თანამშრომელი უცხოთ, ეს არის ყველაფერი სპეციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩაწერილი. არავინ საქმის კურსი არ იყო, არავინ არაფერი არ იცის. მე მხოლოდ ვიღებდი ყველა ჩანაწერს, ფარულად ზეწოლა და წამება ხორციელდება პირადად ახალაიას მითითებით. ახალაია არის, იყო და არის ბატონ პატრონად. არანაირი სამინისტრო, არანაირი კალმახელიძე და შაშკინი ყველაფერი არის ბლეფი და მაკეტი. ეს არის თვალში ნაცვლი შეკვდა ევროპელი საზოგადოების ქართული საზოგადოების. ახალაია იყო, რჩება, მე ვადასტურებ, რომ მერვე საპყრობილეში ახსნის დღიდან ხდებოდა მსჯავრდებულებზე, ბრალდებულებზე ზეწოლა, ცემა, წამება, მკვლელობები და ამის უშუალო დამკვეთი და შემსრულებლები, დამკვეთი იყო ახალაია და შემსრულებლები იყვნენ დირექტორები საპყრობილეს. და ყველაფერი საქმის კურსი იყო გეორგის პრეზიდენტი, რომელიც ამაყობს ასე ახალაიას დანიშვნით თანამდებობას. ის პატიმრები, ვინც პერიოდულად და ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს იხოცებოდნენ მერვე საპყრობილეში, ამ ადამიანებს კლავდნენ? კლავდნენ? დიახ. გადასული. დარწმუნებული ხართ? სკანდალური ვიდეოს ავტორი და სასჯელ ახსულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკიძის მეუღლე ირმა ორჯონიკიძე